უსამშობლოების დიდი შეკრება რო იგეგმება ახლა 4 ოქტომბერს. მაგ დღეს მოკლედ ბლომად ხალხი მოვა რო იცოდეთ. და რატო? ორი ძირითადი მიზეზია მაგ. პირველი ის არის რომ ინტერვალია დიდ მიტინგებს შორის გაზრდილი, ინტერვალი დიდია და დაფინანსება მეტნაკლებად ყოფნით, ასე დიდი მიტინგების ორგანიზებისთვის. შეუცდათ დაფინანსება, მაგრამ ამსეთ შიგადაშიგ მიტინგისთვის ყოფნის რა. და ბლომად ხალხი იქნება მაგის გამო ეგერთი და მეორე. ის ხალხი, ვინც აქციებზე დადის, მართლა სამშობლო ადარდებთ ხო არ გონიათ კაცო? არა, გასართობად დადიან მაგენი მაგ, რომ დაიხარჯნონ, უფასო ტუსოვკა და ეგენი ძირითადად წასულები იყვნენ დასასვენებლად ზაფხულში. და ჩამოეხიკნენ ახლა თბილისში და აი ტუსოვკა გაიშიტა უფასო 4 ოქტომბერს და ბევრი მოვა რა. ახლა ახალი ენერგიით შეუტევენ თავის ჯგუფ მთავრობას. და ბლომად იქნება და ის არავინ არ იფიქროთ რომ აი ნახეთ რამდენი არიან და საქართველოს წარმოადგენენ. არა, საქართველოს წარმოადგენდო და მთელი საქართველო აქ ვართო მაგას იძახიან, მაგრამ ეგენი არიან საქართველოს მოსახლეობის 5%. ისიც იმიტომ რომ კონცენტრირებული არიან ძირითადად თბილისში. ეგ ხალხი, თორე თბილისში რო არ იყვნენ და არ ცხოვრობდნენ, ვინ შეაგროვებს ამდენ ხალხს კაცო? ამიტომ ეგ ორი ძირითადი მიზეზია მაგათი სიმრავლის, იქნება მაგათი სიმრავლის. ახლა მაგ აქციებზე არის ორი კატეგორიის ხალხი. მეტი არა. და რომლები? ნაცები და ნაცების მოსვლა, ვისაც აწყობს და მეორე კატეგორია არის ლიჟბი ქოცები წავიდნენ და ვინც უნდა ის მოვიდეს ხალხი. ანუ ოღონდ ქოცები მოშოდეს და ვინც უნდა ის მოვიდენო. მაგრამ იმას კი ვერ აცნობიერებენ რომ ქოცების წასვლა და დღეს მოკლედ დღევანდელ რეალობაში ნაცების მოსვლას ნიშნავს ქოცების წასვლა. ერთხელ ხო გავიარეთ ეგა ლიჟბი ანუ შევარნაძე წავიდეს და ვინც უნდა ის მოვიდესო. ხო მივიღეთ ნაცები. მერე იყო ბაზარი არა მეს მივიღე მონაწილეობა ლიჟბი ნაცები წავიდნენ და ვინც უნდა ის მოვიდნენ და ხო მიიღეთ ქოცები კაცო. ახლა ლიჟბი ქოცები წავიდნენ და ლიჟბი ქოცების წასვლა ნიშნავს ავტომატურად ნაცების მოსვლას, ხელახლა მოbrunებას. ამიტომ არაფრით არ შეიძლება დღეს რომელიმე ოპოზიციურმა მაგათ თუ ოპოზიციური პარტია ხويا, ნუ მაგათი გამარჯვება, იმიტომ რომ ავტომატურად ცნობიერებით ნაცების მოსვლას იშტავს და всё, დაღუპულია საქართველო. ახლა ამას რა აწუხებსო, ვინმე თუ იკითხავს და ესე იგი ქოციაო რა თქმა უნდა იტყვიან რაღაცას ეს თუ გიზედიანი სასტავი. ახლა მე რა მაწუხებს გეტყვით. რუტინა დაიწყება ის აქციების. ახლა 4 ოქტომბერს ხო შეიკრებებიან და მე შიგადაშიგ ტვინს აიღებენ რა. ქუჩების გადაკეტვით, პრობკების შექმნით და ასეთი რაღაცები და წუხდება თბილისში მაცხოვრებელი ის ადამიანები, რომლებსაც არ ევასებათ, ეგენი და არ უნდათ. აი მე ადრეს მithქვავს TikTok live-ზე თუ შეხვალთ, აი აქციების დროს ვიღაცას ხო აქ ჩართული ახლა იქ აქციაზე მყოფს. 95% მინიმუმ აგინებს მაგ ხალხს. ნუ მაგათ მე შლიან მაგათ კომენტარებს და ბლოკავენ, მაგრამ ის ხალხი ტროლბოტები ხო არ არიან, ხო რეალური ხალხი, ანუ რეალურად აი მართლა აბსოლუტურ და კვალიფიციურ უმრავლესობას ეს იზღება ეგენი ეგ სამარცხვინო ხალხი მართლა უსამშობლოები რა. ახლა იქ ბევრზე შეიძლება ვერ თქვა უსამშობლოა ბაზარი არა, მაგრამ მაგათ ქვაფში იხარშებიან და всё უსამშობლოები და მორჩა რა. და ამიტომ მთავრობა გაითვალისწინა ასეთი რაღაცები და შეუსრულეთ რა. მაგალითად გადათხარეთ რუსთაველი. ხო არის სარემონტო, რამდენი ხალხა რუსთაველი რაც მახსოვს არ გარემონტებულა. დავიჯერო ახლა იქ კომუნიკაციები რაც მიწისქვეშა და ზოგადად გზა ნორმალურია. ხო და გადაუთხარეთ ვიჯო რუსთაველი მაგათ. და როცა გააკეთებთ პარლამენტის წინ აქ იქ ადრე მახსოვს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი იყო, ანუ უსწორმასწოროდ გაფანტული ის მიცვალებულები რო იყვნენ ხო, იმათ მიხედვით რაღაც ტეკლოსის წინ ნათებოდათ რაღაცა მოკლედ იყო რაღაცა მასე ახლა მე მგონი არ არის ხო. მასეთი რაღაცა სკვერივით გააკეთეთ წინ სადაც გაზონები იქნება, ანუ ბალახი რა. და ამათი მემორიალები ეს ყვავილები რო ამოვიდეს, მუდმივი ყვავილები, მრავალწლიანი ყვავილები, ისეთები გააკეთეთ. თუ გადაჯეგავენ მაგათ, ვანდალური აქტი იქნება და ადმინისტრაციულ სამართალ წარმოებას მისცეთ გემაის მაგ საქმეს. თუ არა არ შეიძლება ახლა ალბათ არ იკადრებენ 9 აპრილს დაღუპულთა იმის რა ქვია გაფუჭებას რა ქვია მემორიალის კი მართალია ცეკვამენზე და რაღაცები, მაგრამ ასეთი ხო 1-2-ია კაცო. მაგას ალბათ არ იკადრებენ. და ასევე ქუჩასა და ანუ რუსთაველის პროსპექტსა და იმ სკვერს შორის უნდა აღიმართოს ბუნებრივი ბარიერი, მაგალითად ხეების დარგვა შეიძლება ახლო და მოაჯირის გაკეთება, რომ ვერ გადავიდნენ ადამიანები ქუჩაში, თუ ვიღაცები მაინც შეიკრიბებიან, ვერ გადახტობა რომ მოუწიოთ. აი მასეთი რაღაცა, ის პარლამენტი მოვადრო ბოლო-ბოლო დაინგრევა და ასანგრევია, იმიტომ რომ იმ ადგილას იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია და ეკლესია უნდა აშენდეს იქ და გაითვალისწინეთ და წინ სკვერი გააკეთეთ. რომ სასეირნო იყო ის იქ და არა სამიტინგო. ხო და მოკლედ გადათხარეთ ეგ რუსთაველით, რომ შეგვჭამენ ეგენი. მთელი წელი შეგვჭამენ სანამ მეორე ზაფხული არ მოვა.
იქ ახლა რა თქმა უნდა არჩევნებს ვინ მოიგებს მაგათი მოსაგები არჩევნების სად არის კაცო ვერ მოიგებენ არჩევნებს და გააყალბეს ისა ზოგი არ ზღებულობს მონაწილეობას მაგრამ ვინ ზღებულობს და გააყალბეს არჩევნები და ტვინს წაიღებენ თელი წელი გეუბნებით ამიტომ გადათხარეთ რუსთაველი სანამდროა ან ამ 4 ოქტომბრის მერე მაინც გადათხარეთ მოკლედ ესენი ყველამ ვიცით რომ თელ საქართველოს ეზიზღება მაგრამ უბრალოდ მედია და ასეთი ტელევიზიები და ასეთი მუშაობენ მაგაზე და ამიტომ ჩანს რომ მთელი საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით რო ლაპარაკობენ ბიჭო ნერვები მეშლება რა ქართველი ხალხი თქვენ ვინ მოგცათ ქართველი ხალხით ლაპარაკის უფლება თქვენ უბედურებო თქვენ საწოდავებო თქვენ მართლა უსამშობლოებო